საქართველოს ახალი კათოლიკოს პატრიარქი ჰყავს. ქვეყნის 152 საჭეთმპყრობელი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი გახდა. რაც შეეხება პატრიარქობის სხვა კანდიდატებს, ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტმა იობმა 9 ხმა მიიღო, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა კი 7 ხმა, გაუქმდა 1 ხმა. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე აერჩიეს. როგორც ქიროტონიით უპირატეს მეეპისკოპოსმა მიტროპოლიტმა ანანია ჯაფარიძემ შედეგების გამოცხადებისას აღნიშნა, ხმის დამთვლელმა კომისიამ იმუშავა პატიოსნებისა და კონფიდენციალურობის სრული დაცვით გამჭვირვალედ. შეგახსენებთ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე 93 წლის ასაკში 2026 წლის 17 მარტს გარდაიცვალა, რის შემდეგადაც დღის წესრიგში დადგა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი მამამთავრის არჩევის საკითხი. ჩვენ ვიმყოფებით ახლა ინოს სახელოსნოში, დავარქვი ინოს სახელოსნო, იმიტომ რომ ჩემი სახელი ესე ინამ ქვია, მაგრამ ინოს მეძახის ძალიან ბევრი, ამიტომ გადავწყვიტე მექმნია სიმბოლურად ინოს სახელოსნო. ეს ადგილი ემსახურება შემდეგ მიზანს. მინდა რომ ადამიანებმა, არა მარტო ბავშვებმა, ამ ეტაპზე ძირითადად უფრო ბავშვები მოდიან ჩვენთან დროის გასატარებლად და შემოქმედებითად კავდებიან, რა თქმა უნდა, მაგრამ ასევე გათვლილი არის უფროსი ადამიანებისათვის დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე ჩვენთვის დიდებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ განტვირთვა გავაკეთოთ სხვადასხვა შემოქმედებითი პატარ-პატარა რაღაც ნივთები შევქნათ და ამ მომენტში სხვადასხვა ძალიან ბევრი ცოტა დიდ ასაკში აღმოაჩენს ხოლმე საკუთარ თავს, რომ შეუძლია ამა თუ იმ ნივთის და ბევრი კიდეც ინტერესდება და უკვე იწყებს თანხის გამომუშავებას საკუთარი შემოქმედებით და ძალიან მინდოდა ზესტაფონში ჩვენს პატარა ქალაქში ყოფილიყო სივრცე, სადაც ადამიანები იღებენ სიამოვნებას, არა მარტო დროს ატარებენ აქ, ასევე იღებენ სიამოვნებას და გამოხატავენ საკუთარ ემოციებს. მადლიერი ვიქნები თუ ამას შევძლებ, ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა სხვათა შორის და ბევრი დაინტერესდა, ამის მადლიერი ვარ ნამდვილად. ნახოთ, მომავალში იმედი მაქვს, რომ კიდევ უფრო განვითარდება ჩვენი საქმიანობა. სახელოსნოში ისწავლება ამ ეტაპზე არის ეპოქსიდის მასტერკლასი, არის თიხის მასტერკლასი, არის დეკუპაჟის ტექნიკის, მოგეხსენებათ დეკუპაჟი არის დაძველების ტექნიკა, დაძველების ტექნიკის მასტერკლასიც და ძალიან ბევრი უკვე სკოლებთან შეთანხმებით ინდივიდუალურად ვის როგორი თემატიკის ნივთი ჭირდება. იმის მიხედვით იქმნება ნივთები. როგორც ყოველთვის, ახლა ეს ინტერნეტი ჩვენ ცხოვრებაში საკმაოდ დიდ როლს ასრულებს. ერთხელ, მე მუშაობდი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში, Smart Finance-ში საკმაოდ დიდი ხანი და საკმაოდ კარგ თანამდებობაზე და სხვათა შორის ბავშვობიდან ყოველთვის მქონდა მიდრეკილება ხელნაკეთი ნივთების შექმნისაკენ. ამაში ძალიან დიდი როლი შეასრულა მამაჩემმა, იმიტომ რომ ხშირად ვაკეთებდით სულ სხვადასხვანაირ ნივთებს. და ყოველთვის მქონდა მიდრეკილება რაღაცა გამეკეთებინა და სულ ვაკეთებდი მართლა მიუხედავად იმისა, რომ დრო არ მქონდა და დაკავებული ვიყავი. ერთხელაც, ერთ-ერთი სკროლვის დროს შემხვდა უცხოელი გოგონა არის ერთი, რომელიც აკეთებდა ძალიან ლამაზ ნივთებს, საათებს და საათებით მაგით უფრო დავინტერესდი და იმ დღიდან მოყოლებული დავიწყე მოძიება. ჯერ მე თვითონ ვცდილობდი, რომ ინტერნეტის დახმარებით მეისწავლა, მაგრამ საკმაოდ რთული არის, როცა ეხები უკვე თვითონ ამ მასალას, აღმოაჩენ, რომ არც ისე მარტივია და გჭირდება ვიღაცა, ვინც გაგიზიარებს იმ პრაქტიკას. და ამიტომ გადავწყვიტე შემესწავლა ერთ-ერთ კარგ გოგონასთან საქართველოში. ვერ ვიტყვი, რომ საერთოდ ვერც-ერთ საქმეზე ვერ ვიტყვი, რომ რაღაცა არის რთული. შორიდან ჩანს თითქოს რთული, მაგრამ უკვე როცა კიდევ ხელს, შეიძლება იმ ადამიანმაც, ვინც გასწავლოს, რაღაცა გამორჩეს და ვერ გასწავლოს თავის დროზე, მაგრამ პრაქტიკაში თანდათან შენ თვითონ საქმე გაჩვენებს, რომ თურმე არც ისე რთული ყოფილა, ასე რომ ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ რაღაცა რთული და ისეთი პროცედურა არის, რომ ვინმე ვერ შეძლოს. სულ ვეუბნები ყველას, ვინც ჩემთან მოდის, გონიათ რატომღაც რომ არ გამოუვათ, ყველას ვეუბნები, რომ არ არსებობს ადამიანი, რომელიც ვერ შეძლებს ამა თუ იმ ნივთის გაკეთებას. ძალიან მიყვარდა ჩემი საქმიანობა სხვათა შორის, მაგრამ უფრო მეტად გადმოვიხარე მე შემოქმედებითი სივრცისკენ, მივხვდი, რომ ჩვენს ქალაქს მართლა ნამდვილად აკლია ადგილი, სადაც ბავშვებს, უფროსებს ექნებათ წასასვლელი ადგილი
სადაც დაკავდებიან ესე მნიშვნელოვნად და რაღაც შემოქმედებით ნივთს გააკეთებენ. მიკავშირდებიან თვითონ მასწავლებლები, რადგან სოციალური ქსელიდან ახლა შეიტყო ბევრმა, მე რა თქმა უნდა ზესტაფონი პატარა ქალაქი არის და ერთმანეთს ეუბნებიან. თვითონ მასწავლებლები მიკავშირდებიან და გეგმავთ რა ჯობია, როგორ ჯობია, რომელი კლასი არის, შესაძლებლობა აქვს თავისთავად ბავშვებს და ის მიხედვით გეგმავთ ამ შეხვედრებს. აი, ჩემთვის იმდენად მნიშვნელოვანია მიუხედავად იმისა, რომ ძველი სამსახური ძალიან მიყვარდა მართლა და ალბათ ვინც მიცნობს ბევრი დამეთანხმება, რომ მთელ სულს და გულს ვდებდი იქ. არ ვიცი, ხანდახან ვფიქრობ, იმედი არ მიწყენენ ახლა ძველი თანამშრომლები, მგონია რომ ის 10 წელი დავკარგეთ ყველად. იმიტომ რომ ეს პროცესი ჩემთვის არის უდიდესი სიამოვნება, აი ენერგიის წყარო. მთელი დღე, აი ერთი ჯგუფი რომ მოვა, მთელი კვირა სულ რომ არ მოვიდეს არავინ, თითქოს მყოფნის ის ენერგია, რომ ვიცოცხლო რომ მე რაღაცა შემიძლია. 25 ბავშვი რომ მოვა, იმ 25-დან ერთს მაინც რომ დააინტერესოს და სახლში მოიძიოს რაღაცა ნივთები, ისგანაც თვითონ შექმნის რაიმე ღირებულს და თვითონ წამოვა ემოცია და გახდება უფრო მეტად თავდაჯერებული ბავშვი, ჩემთვის არის ეს ამაზე ფიქრი ისე მაბედნიერებს, რომ აი ვერ აგიღწერთ, იმ ხელა სიამოვნება არის. ჩემი გზავნილი იქნება ყველას მიმართ, რომ გავცეთ რაც შეიძლება მეტი დადებითი ემოცია, არ მოვახვილოთ ერთმანეთს რაღაც უარყოფითი ენერგიები, მაქსიმალურად დადებითად ვიფიქროთ და გავცეთ რაც შეიძლება მეტი სიყვარული. ეს აბედნიერებს ყველას. აი სულ პატარა რაღაც კეთილი ჟესტი დღის განმავლობაში მე ჩემს შვილებს სულ ვეუბნები, რომ ერთი დღის განმავლობაში საღამოს რომ დავწვევით, ხო, რაღაც მომენტი არის, როდესაც მართლა ყველა ვფიქრობთ იმ დღესთან დაკავშირებით, თუნდაც გავიხსენოთ, რომ აი სულ ერთი პატარა რაღაცა მაინც თუ კი დღეს ვიღაცას თუნდაც კარი შევუყე უბრალოდ, ან უბრალოდ რიგი დაუთმე მივხვდი რომ ეჩქარება, აი ესეთი პატარა ჟესტები აბედნიერებს ადამიანებს. რესპუბლიკურ კონკურსზე მომავლის ვარსკვლავები, რომელსაც ატარებდა ხელოვანთა კავშირი ხელოვნება მომავლისათვის, მივიღე პირველი პრემია და ლაურეატის წოდება და ასევე სულ მალე კონკურსზე იპოვე შენი ვარსკვლავი, მივიღე პირველი ადგილი. ასევე არ შემიძლია არ ავღნიშნო საფორტეპიანო კვარტეტის წარმატება ამ კონკურსზე, სადაც მოვიპოვეთ გრან-პრი. ეს არის ძალიან დიდი შრომის შედეგი, რის გამოც ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ ლალი თუთფერიძე, ჩემ პედაგოგს და მთლიანად ზესტაფონის რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლას, რადგან ეს სკოლა არის მოტივატორი ჩვენი წარმატებებისთვის. კონკურს ფესტივალი იპოვე შენი ვარსკვლავზე, მივიღეთ მონაწილეობა, სადაც მე დავემსახურე ვარსკვლავი, უმაღლესი შედეგი და ძალიან ბედნიერი ვიყავ, რადგან ასეთი შრომა დაფასდა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ კონკურსებზე გავდივართ და უკვე გვაქვს ესე რომ თქვა გამოცდილება, ღელვის მომენტი მაინც არის, მაინც ვნერვიულობთ და პასუხისმგებლობა მაინც დიდია. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ზესტაფონის რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლას, ჩემს პედაგოგს ნინო წერეთელს და აგრეთვე დირექტორს დინა თუთფერიძეს. სადღაც 15-20 ბავშვი ვიყავით, აქედან ავიღეთ ერთი ვარსკვლავი, აგრეთვე 2 გრან-პრი და მრავალი პირველი ადგილი. და ამ ყველაფერმა ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ჩვენს სკოლაზე, ჩვენს წარმატებებზე და კიდევ უფრო ახალი ისტორია დაიწერა ჩვენი სკოლის გვერდზე. მინდა საქართველოს მიულოცო ღვინის ეროვნული დღე, არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, რადგან ღვინო არის ქართული თანაცხოვრების განუყოფელი ნაწილი. დღევანდელ დღეს კიდევ ერთხელ გამორჩეულად და განსაკუთრებულად იქნება შესაძლებლობა, როდესაც შესაძლებელია ვისაუბროთ ღვინოზე, კიდევ ერთხელ ვთქვათ, რომ ღვინო ქართულია, ღვინო ქართველია და შესაბამისად დღევანდელმა დღემ ამისი არაჩვეულებრივი შესაძლებლობა მოგცა დაწყებული დილით კონფერენციიდან, სადაც შესაძლებელი იყო განხილულიყო კიდევ ერთხელ ყველა ის გარემოება, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ ღვინო 8000 წლის წინ საქართველოდან დაიწყო ღვინის მოგზაურობა მსოფლიოში, კიდევ ერთხელ შესაძლებლობა იყო მიმოხილულიყო ყველა ეს სამეცნიერო მიღწევები, რომელიც არსებობს ღვინოსთან და მევენახეობასთან მიმართებით, აგრეთვე განხილული იყო, რა თქმა უნდა, ის ამბავი, როდესაც დადასტურდა, რომ
ხორბალი რომ საქართველოსდან არის და აქედან დაიწყო გავრცელება მსოფლიოში და მიმოხილული იყო მსოფლიოს დღევანდელი ტენდენციები, ასეთი შესაძლებლობები, ასეთი მიმოხილვა იძლევა შესაძლებლობას ჯამში, რომ მეღვინეები კიდევ უფრო მეტად მოემზადონ საერთაშორისო ბაზრებისთვის, გარდა ამ ღონისძიებისა, რა თქმა უნდა, შესაძლებელი იყო დღეს მცირე და საშუალო მარნებს გამოეფინათ თავისი პროდუქცია უდიაშვილის მოედანზე, სადაც ძალიან ბევრ ადამიანს გააცნეს ღვინო, თავისი ნაშრომი და დღევანდელ საღამოს არის შემაჯამებელი ღონისძიება ოპერაში ღვინის დაბადება, რომელიც აღნიშნავს და სრულად მოყვება 8000 წლიან ღვინის ისტორიას.